რა შეიცვლება ქართული ოცნების რიტორიკასა და ქცევაში მოკავშირე ორბანის დაკარგვის შემდეგ? იზოლაციაში მყოფი ივანიშვილის პარტია დღეს ისევ ესხმოდა თავს ევროკავშირს. ეს ხდებოდა არალეგიტიმური პარლამენტის სხდომაზე, სადაც ივანიშვილის ეგრეთ წოდებულ საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენდნენ. სხდომამ ხმაურის ფონზე ჩაიარა. ქართული ოცნება გახარიას შემადგენლობას დაუპირისპირდა. არალეგიტიმურ პარლამენტში ოცნების მხრიდან ისმოდა შეძახილები. საქათმეში ხომ არ გონია თავი? პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც დღეს ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენდნენ, სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. მაკა ბოჯორიშვილს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში შეჩერებულ ევროინტეგრაციაზე გაგზავნილი კითხვების საპასუხოდ იყო მისული, გახარიას გუნდის წევრებმა შეახსენეს, რომ სწორედ ის და მისი უწყებაა პასუხისმგებელი ქვეყნის ევროპული მომავლიდან გადახვევაზე და საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლის დარღვევაზე. პასუხისმგებლობების შეხსენებამ კი ოცნება იმდენად გააღიზიანა, რომ ივანიშვილის დეპუტატებმა ექს-პრემიერის პარტიის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფები მიაყენეს. სიტუაცია კი იქამდე მივიდა, რომ გიორგი შარაშიძეს ჯერ მიკროფონი გაუთიშეს, ბოლოს კი ტრიბუნა მანდატურებმა დაატოვებინეს. თქვენ საქართველოს საგარეო მინისტრი კი არ ბრძანდებით, ხალბატონო მაკა. თქვენ ხართ? თქვენ მგონია, რომ უფრო შინაგან საქმეთა მინისტრი ხართ. იცით რატომ? იცით რატომ? იცით რატომ? კარგად ვიცი ვის როგორ ველაპარაკო. ეთიკას, კულტურას და წესებს შენმე ვერ მასწავლი და იზოლაციაში თქვენ მოაქციეთ ქვეყანა. თქვენ მოაქციეთ ქვეყანა, როდესაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები მტრებად გამოაცხადეთ. ამოიწურა თქვენი დრო, ბატონო გიორგი. ოცნების საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას დღეს გახარიას გუნდის წევრებმა ივანიშვილის დეპუტატებს მათი პარტიის საპატიო თავმჯდომარის განცხადებებით შეახსენეს, როცა გორში მყოფმა ივანიშვილმა რუსული ჯარის მიერ დაბომბილ ქალაქში აგვისტოს ომის გამო ოკუპანტს ბოდიში მოუხადა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ივანიშვილის წარმომადგენლებს პირდაპირ უთხრეს, რომ ისინი მოღალატეობრივ პოლიტიკას აწარმოებენ და ოკუპანტ რუსეთს ეხმარებიან. ამის მაგალითად კი გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას ასახელებენ. ექს-პრემიერს ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად უკვე შეუფარდა. სოფელი ჩორჩანა, რომელიც საქართველოს ტერიტორიას მიეკუთვნება და რომელიც გიორგი გახარიამ დაიცვა ოკუპაციისგან, დღეს საოკუპაციო რეჟიმი საკუთარ ტერიტორიად თვლის. რა პოზიციას იკავებ ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით? თუ ეს ისევე იმ ბოდიშის გაგრძელებაა ოკუპანტების მიმართ, რაც წინასაარჩევნოდ თქვენი პარტიის ხელმძღვანელობამ ოკუპანტებს გამოუცხადა. საქმე შანტაჟის ნაცვლად ასე მიმართა პარტნიორებს დღეს პარლამენტის ტრიბუნასთან დგარმა მაკა ბოჭორიშვილმა. ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც აქამდე ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩეოდა, დღეს გვიმტკიცებდა იმასაც, რომ მისი უწყების მუშაობის შედეგად საქართველოს ევროკავშირს დღითი დღე უახლოვდება. ამას კი ივანიშვილის წარმომადგენელი იმ ფონზე გვეუბნება, როცა ბრიუსელმა რეჟიმთან რეპრესიული პოლიტიკის გამო თანამშრომლობად შეაჩერა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებს სანქციებიც დაუწესა. ქართულ ოცნებას ევროინტეგრაციის პროცესი არასდროს შეუჩერებია, პირიქით ქართული ოცნების ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები. კიდევ ერთხელ ხმამაღლა შეგვიძლია დღეს აქ განვაცხადოთ საქმე შანტაჟის ნაცვლად. არცად წასულა ომის პროპაგანდაც ივანიშვილის პარტია, რომელმაც ოცნების წინასაარჩევნო კამპანია მთლიანად გამოგონილ მეორე ფრონტზე ააგო, დღესაც იგივე ნარატივით აშინებს საზოგადოებას. საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის პასუხისმგებლობაა პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგება და სწორი საგარეო პოლიტიკის გატარება, ევროკავშირში გაწევრიანების საპირწონედ ისევ ომში ჩათრევას ასახელებს, თუმცა ეს რომ მხოლოდ ოცნების პროპაგანდა და დეზინფორმაცია, უკვე რამდენიმე თვის წინ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატებისგანაც მოვისმინეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა ამ ძალიან რთულ მოცემულობაში იყო პირველ რიგში ის, რომ ჩვენი ქვეყანა დაგვეცვა უბედურებისგან. ჩვენ ქვეყანაში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა, რაც არ იყო მარტივი ამოცანა. არც დღეს არის მარტივი ამოცანა, ყოველდღიურად, ყოველწუთიერად, არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბევრი სხვა უწყება დაძინების გარეშე შრომობს იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანაში იყოს მშვიდობა.
ბოჭორიშვილი, რომელიც საგარეო უწყებაში გადაყვანამდე პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობდა, დღეს თავს ივანიშვილის გუნდის მიერ დამტკიცებული კანონებითაც იწონებდა. მას არც პარტნიორების მხრიდან დაწესებული სანქციები დავიწყებია. დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევის გამო და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის დასანქცირებულები ამ გადაწყვეტილებებს Deep State-ს უკავშირებენ და უკრაინაში დაწერილ სცენარად წარმოაჩენენ. ხშირ შემთხვევაში იყო ასეთი შემთხვევებით დამსანქცირებელ ქვეყანას, რომელიც გააცხადებდა Twitter-ზე, რომ ასანქცირებდა საქართველოს ხელისუფლების რაღაც რაოდენობის წარმომადგენლებს, ლეგიტიმურად გვიკითხავს, რომ იქნებ სახელები და გვარები მაინც გვითხრათ იმ ადამიანების, ვის ასანქცირებთ, რომ უბრალოდ მან იცოდეს, რომ თქვენ დიდებულ ქვეყანას აღარ ეწვიოს და აღარ შემოგინგრიოთ კარი. სახელებს და გვარებსაც არ ასახელებენ ხოლმე და უბრალოდ ესე განცხადებად რჩება.